საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. რა იწვევს განხილვების გაჭიანურებას საერთო სასამართლოებში? დემოკრატიის ინდექსი საქართველოს ახალი კვლევა წარადგინა, რომლის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუ 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან, გამოიკითხა 200-მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა და ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის ერთიანი პოლიტიკა და სისტემა, რომლის ფუნქცია გაჭიანურების თავიდან აცილებისთვის რეგულარულად ზომების მიღება უნდა იყოს. მოსამართლეები განიხილავენ საქმეებს საშუალოდ წელიწადში 350-400 საქმეს და უნდებიან თითო საქმის განხილვას დაახლოებით 400 დღის განმავლობაში, რაც გამოწვეულია ერთი მხრივ იმით, რომ გადატვირთული არის მოსამართლეს, ბევრი საქმე აწერია და ვერ უმკლავდება იმ ნაკადს, რა ნაკადიც არის სასამართლოში. ადმინისტრაციული ორგანოები, უწყებები უსაფუძვლოდ ასაჩივრებენ, მიმართავენ სასამართლოს ან ყველა ინსტანციაში ასაჩივრებენ მოქალაქეებთან არსებულ დავებს. ეს იწვევს მნიშვნელოვან გაჭიანურებას. არ არსებობს შიდა სისტემა სასამართლოებში, რომელიც მოაგვარებდა, შეაფასებდა და დაარეგულირებდა საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობდა ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომ მათ მართონ საქმეები. რამდენად მასშტაბურია პრობლემა სასამართლოებში? კვლევის ხელმძღვანელთან გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე შემოგვერთა სტუდიაში. მაია, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პრინციპში ის შედეგები, რაც დაიტო ამ კვლევის ფარგლებში, არ ახალია. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ გადატვირთულ სასამართლოზე, პროცესებზე, საქმეებზე, რომლებიც წლებია არის გაჭიანურებული. კიდევ ერთხელ რომ ახსნათ, რაც ამ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რა მასშტაბი აქვს ამ პრობლემას და რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქმეები ფაქტია მწულობით ჭიანურდება. მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. ამ კვლევის ძირითადი ღირებულება ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 10 წლეულების მანძილზე ეს პრობლემა აღიარებულია, საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა არც ერთ დროს. რა არის ამ პრობლემის გამოწვევის მიზეზები, რომ შემდგომ სწორი დიაგნოსტირების შედეგად სწორი მკურნალობის, ანუ გამოსწორების გზები დაგვესახა. დღესაც გვესმის, რომ საქმეები ბევრია, მოსამართლეები ცოტა და ეს მართლაც ასეა, მოსამართლეთა სტატები არ არის შევსებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლევა მაჩვენა, რომ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და ამ პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს მართვის არაეფექტურობა და კანონმდებლობის მოძველებულობა, საპროცესო კანონმდებლობის მოძველებული არათანამედროვე ნორმები. სწორედ ამიტომ არის, რომ ისეთივე დატვირთვით უცხოელი მოსამართლე, როგორითაც ჩვენთან დღეს მოსამართლეები არიან და უფრო მეტი დატვირთვითაც უკეთ უმკლავდება საქმეთა ნაკად. ჩვენ სისტემაში მოსამართლე არის რაღაცნაირად ცალკე დარჩენილი ერთიანი პოლიტიკის არარსებობის პირობებში და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი უნარჩვევებით ცდილობს გაართვას თავის საქმეთა ნაკადს სათანადო თანამედროვე მიღწევების, ტექნოლოგიების და მხარდაჭერის აღმოჩენის გარეშე, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებით კანონის გათანამედროვეობის კუთხითაც. ეს იყო ძირითადად კვლევის სათქმელი და ვფიქრობთ, რომ მრავალი მიმართულებით უნდა დაიწყოს ამ პრობლემის დაძლევა, მხოლოდ სამართლო ვერ შეძლებს ამას, ჭირდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხარდაჭერა, პროფესიული საზოგადოების, ადვოკატების და პროკურორების მხრიდან. კი ბატონო, მაია, უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ შედეგებიდან გამომდინარე, საიდან უნდა დავიწყოთ? მაინც სასამართლო სისტემის რეფორმა არ არის, როგორც თქვენ ამბობთ, მთავარი, ასე ვთქვათ, ამ პროცესში. ანუ რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება და რა სისტემური რეფორმებია გასატარებელი, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც ძალიან კომპლექსურია, გადაიჭრას? რამდენიმე მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები. პირველ რიგში ეს კვლევა არასრულებს საკითხის მოკვლევას, იმიტომ რომ კიდევ სხვა კვლევების საფუძველია, მაგალითად კონკრეტულად როგორ გავაუმჯობესოთ მენეჯმენტი, სასამართლოს მენეჯმენტი. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ სასამართლოს მენეჯმენტი საერთოდ არ მუშაობს, არაეფექტიანია. მენეჯმენტის დეპარტამენტი ცალკე სახითაც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ რაც გამოვიკვლიეთ მისი საქმიანობის შექმნის შემდეგ, ოდნავ
ამომრჩევლნავი წინსვლა არ აქვს საქმეთა ნაკადის ეფექტური მართვის მიმართულებით პირიქით უკუსვლა გვაქვს და თუ გახსოვთ შარშანდელ 2022 წლის ევროკომისიის შეფასებაში ერთ-ერთი ეს კრიტერიუმი მოხდა რომ საგრძნობლად გაზრდილია განხილვის ვადები მიუხედავად იმისა რომ რაღაც ცვლილებები ხორციელდება. ამიტომ როგორც საკანონმდებლო მიმართულებით საპროცესო კანონმდებლობების ცვლილებები და ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ რომ თანამედროვე მიღწევები მოსამართლეებს ჰქონდეთ ხელში და ეს ამ ბერკეტით ისარგებლონ. პროცესების დიგიტალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე გამოყენება მაქსიმალურად ადამიანური რესურსის ნაცვლად ტექნოლოგიური შესაძლებლობების და მოსამართლის დამხმარე მექანიზმების გაძლიერება. ეს არის პირველი კომპლექსური მიდგომა. რაც შეეხება იმას, რომ უნდა დავამატოთ თუ არა მოსამართლეები, რა თქმა უნდა დავამატოთ, უბრალოდ კვლევა მაჩვენა, რომ თუ მხოლოდ მოსამართლეების დამატებას დავტოვებ დღის წესრიგში, დაახლოებით 1300-1500 მოსამართლე დასჭირდება დღის მდგომარეობით ამ საქმეთა ნაკადის დაძლევას და ეს არის არარეალისტური ციფრი, ანუ ეს ვერ იქნება მხოლოდ საშველი ამ პრობლემისთვის. კი ბატონო, მაია, ძირითადად რა ეტაპზე ხდება ამ საქმეების გაჭიანურება? ანუ ეს პირველი ინსტანციაში თუ აი რა გამოაჩინა პრაქტიკამ და გამოკითხვის შედეგებმა? გამოკითხვების და პრაქტიკის შესწავლის შედეგად გაჭიანურება ხდება ძირითადად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების. სისხლის საქმეებზე გაჭიანურება ნაკლებია იქ, სადაც საპატიმრო აღკვეთი ღონისძიებებია გამოყენებული. ეს სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ პატიმრობის ვადით არის მოსამართლეს შეზღუდული და ძალიან პრიორიტეტს ანიჭებენ საპატიმრო საქმეების განხილვას. სამაგიეროდ არასაპატიმრო საქმეების სისხლში ასევე გაჭიანურებულია, უფრო ნაკლებად მასშტაბურად, ვიდრე სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები. სამოქალაქო დავების გაჭიანურება მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ მართლმსაჯულებისათვის, არამედ ეკონომიკური წინსვლისთვის ქვეყნის. კვლევის ფარგლებში შესწავლილი აკადემიური ლიტერატურითაც დადგინდა, რომ მკვლევარები უკვე საუბრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აუცილებლად სჭირდება სწრაფი და ეფექტიანი საქმის განხილვის მექანიზმი. ეს აუცილებელია ბიზნესისთვის, ეს აუცილებელია ბიუჯეტის შევსებისთვის, გაზრდისთვის და რაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი, ეს არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც მხარეს ბიზნეს წარმომადგენელს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, რომ დააჩქაროს თავის პროცესი. ან თუ შეუყოვნდა ეს პროცესი იმ სახით იმდენად რომ ზიანი მიადგა, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როგორ აუნაზღაურებს სახელმწიფო მას ზიანს იმ დარღვევის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი საქმის დროული განხილვა. სხვათა შორის 2021 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ გარემოების გამო დაუდგინა დარღვევა საქართველოს კონვენციის მე-13 მუხლის და პირდაპირ აღნიშნულია, რომ უნდა ქვეყანას არ აქვს საკანონმდებლო სამართლებრივი დაცვის საშუალება მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში თუ გაჭიანურება ხდება. განსაკუთრებით ეს აღმოჩნდა მტკივნეული ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადვოკატებისთვის, რომელსაც ჩვენ ასევე გავესაუბრეთ და რეალურად შესაძლებელია ითქვას, რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი ბიზნესის გადინება იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს არ ექნება გარემო მდგრადი, სადაც მათი დავები დაუბრალოდ განიხილება. კი ბატონო, საერთაშორისო პრაქტიკა რას გვეუბნება ამ თვალსაზრისით, იგივე საკანონმდებლო კუთხით რა ტიპის ცვლილებები, რა ტიპის მექანიზმები გვჭირდება ჩვენ, ანუ საერთაშორისო გამოცდილების რა მაგალითები შეგვიძლია გადმოვიღოთ? საერთაშორისო შედარებითი კუთხით დეტალური კვლევა ამ კვლევის ფარგლებში არ ჩატარებულა, ეს არ იყო ამ კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილი, თუმცა განხილული იქნა საერთაშორისო ორგანოების რეკომენდაციები. და ამ რეკომენდაციების მიხედვით ზუსტად ის, რასაც ჩვენ საუბრობთ, ეფექტიანი მართვა, საქმის ნაკადის ეფექტიანი მართვა, როგორც ცენტრალიზებული, ასევე ადგილებზე მოსამართლეთა გაძლიერება იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ თავიანთი საქმეთა ნაკადი. ეს მოძველებული კანონმდებლობა იმასაც უწყობს ხელს, რომ მოსამართლე ბევრი ისეთი ბიუროკრატიული ფუნქციით არის დაკავებული, რომელიც შეიძლება სრულად სასამართლოს აპარატმა იტვირთოს და არ სჭირდება მას სამოსამართლო უნარჩვევები. აი ეს საკითხები უნდა გაუმჯობესდეს, არსებობს ამის სტანდარტები, ბევრი კვლევა ამას არ სჭირდება, ამას სჭირდება უბრალოდ ნება, რომ ეს განვახორციელოთ, მივიტანოთ მოსამართლებამდე მთელი სიახლეები, ხელი შეუწყოთ მათ კანონმდებლობითად. ერთი საკითხი, რაზეც არ მინდა ასე გამომრჩეს, ეს არის დავის ალტერნატიული საშუალებების განვითარება. ჩვენ არაერთხელ საუბრობთ, რომ არბიტრაჟი და მედიაცია განტვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მექანიზმია, ხო, დავის განხილვას. მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც გამოიკვეთა საარბიტრაჟო დავების განხილვისთვის,
რომელიც შეიძლება ბიზნესისთვის იყოს მიმზიდველი და თავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს მიმართავს უკვე გამომდინარე იქიდან რომ გადატვირთულია სასამართლო. არა მხოლოდ ბიზნეს სუბიექტები, ინდივიდებიც. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მათთვის სწრაფი გზა დავის მოგვარების, მაგრამ საბოლოოდ ეს დავის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება სჭირდება სასამართლოს ნებართვა. და ეს მცირე პროცედურაც კი, ანუ ძალიან ნაკლები საზედამხედველო პროცედურა ეს არ არის სრულყოფილი განხილვა, უფრო მეტხანს გრძელდება სასამართლოში, ვიდრე მთლიანი დავა არბიტრაჟში. ამიტომ ეს ამ დავის ალტერნატიულ საშუალებებს არბიტრაჟს ფაქტობრივად აზიანებს სასამართლოს ეს პრაქტიკა და კარგავს ინტერესს მიმართვიანობის, რაც თავისთავად მე ამ საქმეების სასამართლოში აკუმულირებას იწვევს. კი ბატონო, ბიზნეს დავები ახსენეთ თქვენ და აი ამ მიმართულებით რა ტენდენციები გამოიკვეთა? ვიცით რომ გარკვეული ვიწრო სპეციალიზაცია შექმნილია კომერციული დავების შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად მოსამართლეთა კომპეტენცია რამდენად მაღალია ამ მიმართულებით, აი უფრო მეტად ბიზნეს დავებში რა ტიპის ტენდენციებს ასახავს ეს კვლევა? ადვოკატებმა, ვინც მოჩართული იყვნენ კვლევებში, ისაუბრეს ამ თემაზე, მათ შორის არის ნახსენები მოსამართლეების სპეციალიზაცია ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში, რომელიც ბიზნეს დავების განხილვა მოსამართლეს სჭირდება და მეწარმეები ითხოვენ, რომ ამ მიმართულებითაც ცოდნა ჰქონდეთ, გარკვეული ცოდნა ჰქონდეთ მოსამართლეს. ამის გარდა გაჭიანურების მიმართულებით ეს აფერხებს, ხო? იმიტომ რომ მოსამართლეს თუ ცოდნა არ აქვს რაღაც ეტაპზე მაინც, ის შემდეგ იწვევს სპეციალისტებს, ანუ ემატება პროცედურები განსახილველი და უფრო მოქნილად იმუშავებს მოსამართლე, რომელიც მომზადებული იქნება და დატრენინგებული ამ მიმართულებითაც. მეორე საკითხი ეს არის სპეციალიზაცია, რაც ახსენეთ, სპეციალიზაციებში გადანაწილება. ყველა დოკუმენტში საჯაროდ რაც არის, ჩვენ ვკითხულობთ, რომ ვიწრო სპეციალიზაცია არის დაჩქარების მექანიზმი. თუმცა გამოვითხოვეთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებიდან კომერციული დავების განხილველი სპეციალიზაციის შექმნის შემდეგ რამდენი საქმე იქნა მათ მიერ განხილული, რომ შეგვედარებინა ამ სპეციალიზაციის ეფექტი გაგვეზრდა, ხო, ამ კოლეგიის. და გითხრეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ამუშავებენ საერთოდ. კვლევით ეს გამოიკვეთა ზუსტად, რომ ღონისძიებებს, რასაც ატარებენ აი ესე ad-hoc ღონისძიებებს, ხო, უეცრად ამ განსახორციელებულ ღონისძიებებს, მე ამის ეფექტები არ იზომება. და როდესაც ჩვენ განვიხილავთ, მაგალითად არსებობს კიდე მცირე სესხების, სასესხო 5000 ლარამდე სესხების შეამხილველი სპეციალიზაცია. ამ სპეციალიზაციის შექმნის შემდეგ, სპეციალური კოლეგიის შექმნის შემდეგ, უფრო გაიზარდა ამ დავების განხილვის ხანგრძლივობა. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი პასუხი იმაზე, რომ ეს სპეციალიზაცია ამ სახით, როგორითაც არის თორე სპეციალიზაციის ფორმირების სხვადასხვა წესი არსებობს, ეხლა რა სახითაც არის, ეს არის დავის საგანზე მიბმული, ან მხოლოდ ფულად თანხაზე. 500.000 ლარს ზევით ღირებულების დავებს იხილავენ გარკვეული მოსამართლეები. და აი ამ სახით რამდენი მოსამართლეა მაია? რამდენი მოსამართლეა უშუალოდ, რომელიც ამ მიმართულებას გულისხმობს? სხვათა შორის ამის დაზუსტებაც გვინდოდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცოდნა ახლა ასეთი პრაქტიკული, მაგრამ რო არ შევიყვანო სვენელი შეცდომაში ამ ციფრს არ დავასახელებ, იმიტომ რომ გვინდოდა დაზუსტება კვლევის ფარგლებში, გამოვითხოვეთ ვინ არიან ეს მოსამართლეები და ამაზეც გითხრეს, რომ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და არ ამუშავებენ ამ ინფორმაციას. ზოგადად ეს იყო დიდი სირთულე, როდესაც უარი მოგდიოდა ასეთ ელემენტარულ საკითხებზე. კი ბატონო. მაია, ძალიან დიდი მადლობა. პრინციპში ჩვენს მაყურებელს და BMG-ს მკითხველს ექნება საშუალება ამ კვლევის კონკრეტული მიგნებები უკვე ჩვენს პლატფორმებზე იხილოს. თქვენ მადლობა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მაია ბაქრაძე, ყოფილი მოსამართლე და კვლევის ავტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.